გამარჯობა. მოდი დღეს ერთად გავემგზავროთ ჩვენს მეზობელ პლანეტაზე, მარსზე. ვნახოთ, რა საიდუმლოებებს მალავს ეს ეგრეთ წოდებული წითელი პლანეტა. აი, შეხედეთ. ეს ჩვენი მეზობელი, წითელი პლანეტა. მისი ეს გამორჩეული ფერი კოსმოსიდანაც კი ისე კარგად ჩანს, რომ პირველივე შეხედვისას ბუნებრივია გიჩნდება მთავარი კითხვა. კი, ეს ალბათ ყველაზე აშკარა და თან ყველაზე საინტერესო კითხვაა, რა? პასუხი კი, იცით სად იმალება? პირდაპირ მის ზედაპირზე, მის სავე ქანებში. მაშასე, მოდით დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობის პირველი ნაწილი და ზუსტად ამ კითხვას გავცეთ პასუხი, რატომ არის მარსი წითელი? და პასუხი ძალიან მარტივია და თან საოცარი. ჟანგი. დიახ, ჩვეულებრივი ჟანგი. ზუსტად იგივე პროცესია, რაც თქვათ დედამიწაზე ლითონს ემართება. მთელი მარსის ზედაპირი ფაქტობრივად დაფარულია დაჟანგული რკინის მტვრით. სავარაუდოდ ეს მტვერი უძველესი ვულკანების ამოფრქვევის შედეგად გავრცელდა და სწორედ ასაძლევს პლანეტას ამ უნიკალურ ცეცხლოვან ფერს. მაგრამ მარსის უნიკალურობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მის ფერში არ არის. ეს არის უკიდურესობების სამყარო. აქ მზის სისტემაში ყველაზე გრანდიოზული ბუნებრივი საოცრებები გველოდება. უბრალოდ შეხედეთ ამ კადრს. ხედავთ ამ უზარმაზარ შრამს პლანეტის ზედაპირზე? ეს არის ვალეს მარინერისი, გიგანტური კანიონის სისტემა, რომელიც იმდენად დიდია, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს. მეცნიერების აზრით ეს წარმოიქმნა მილიარდობით წლის წინ, როცა პლანეტის ქერქი, ასე ვთქვათ, გაიჭიმა და გაიბზარა. და წარმოგიდგენიათ რამხელაა? 4500 კილომეტრი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი მასშტაბია. რომ მივხვდეთ რეალურად რამხელაა, მოდით ჩვენთვის კარგად ნაცნობ გრანდ კანიონს შევადაროთ. როგორც ხედავთ, ვალეს მარინერისი მასზე 10-ჯერ უფრო გრძელია. ეს ხომ მართლა კოსმოსური მასშტაბის საოცრებაა. მაგრამ მოიცა მარსის რეკორდები ამით არ სრულდება. ჩვენი შემდეგი გაჩერებაა მთელ მზის სისტემაში უდიდესი ვულკანი. ეს არის ოლიმპოს მთა, ჩამქრალი ვულკანი, რომლის სიმაღლეც 25 კილომეტრია. უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ, ეს თითქმის 3-ჯერ აღემატება ევერესტის სიმაღლეს. მართლა წარმოუდგენელია. და ესეც არ არის ყველაფერი. წარმოიდგინეთ, მარსზე ხშირად მძვინვარებს ისეთი გიგანტური მტვრის ქარიშხლები, რომლებსაც შეუძლია მთელი პლანეტა დაფაროს. ამას დაუმატეთ გამანადგურებელი ქარები და, რა თქმა უნდა, უკიდურესად დაბალი ტემპერატურა. მოკლედ, ნამდვილად მკაცრი სამყაროა. კარგი, ახლა მოდით მარსის ამ გრანდიოზული, მაგრამ ძალიან მკაცრი ამ წყოდან, მის ბევრად უფრო იდუმალ წარსულში გადავინაცვლოთ. აი, ეს არხები, რომლებიც პლანეტის ზედაპირზეა ამოკვეთილი, რაღაც ძალიან საინტერესოს გვიყვება. ეს ფაქტობრივად პირდაპირ მტკიცებულებაა იმისა, რომ მარსი ოდესღაც სულ სხვანაირი იყო. პლანეტა, სადაც წყალი მიედინებოდა. და აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება მთავარი კითხვა. თუ მარსზე მდინარეები იყო, სად გაქრა მთელი ეს წყალი? აი, შეხედეთ ამ დრამატულ ტრანსფორმაციას. პლანეტა, რომელიც ოდესღაც თხევადი წყლით იყო დაფარული, დღეს უბრალოდ გაყინული უდაბნოა. მთელი წყალი კი პოლუსებზე, უზარმაზარ ყინულის ქუდებშია ჩაკეტილი. და ეს რადიკალური ცვლილება, როგორც ჩანს, დაახლოებით მილიარდი წლის წინ მოხდა. ვულკანური აქტივობა, რომელიც ატმოსფეროს ათბობდა, უბრალოდ შეწყდა. ამის გამო ატმოსფერო თანდათან გათხელდა, პლანეტა გაცივდა და თხევადმა წყალმა ზედაპირზე არსებობა ვეღარ შეძლო. და აი აქ მივდივართ ჩვენი მოგზაურობის ყველაზე ამაღელვებელ ნაწილამდე. თუ მარსზე წყალი იყო, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ იქ სიცოცხლეც იყო? მოდით რეალობას თვალი გაუსწოროთ. დღევანდელ მარსზე იმ ფორმით, როგორც ჩვენ სიცოცხლე ვიცით, ის უბრალოდ შეუძლებელია. ზედაპირზე არ არის თხევადი წყალი და პლანეტა საშინელად ცივია. მაშ, ესე იგი, ძიება დასრულებულია? იმედი უნდა გადავეწუროთ? რა თქმა უნდა, არა. საქმე ისაა, რომ ძიებამ უბრალოდ მიმართულება შეიცვალა. მეცნიერები ახლა არ ეძებენ ცოცხალ ორგანიზმებს, ისინი ეძებენ უძველესი, შესაძლოა გაქვავებული სიცოცხლის კვალს. და ეს იდეა, ვფიქრობ, ამ ციტატაშია ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული. თუ ოდესმე მარსზე რაიმე სახით სიცოცხლე იყო, მაშინ ამისი კვალი უნდა არსებობდეს. მთელი იმედიც სწორედ ეს არის, რომ სიცოცხლემ თუ კი ის იყო, თავისი კვალი მარსის ქანებში დატოვა. და აი, სწორედ ამ კითხვით ვასრულებთ ჩვენს დღევანდელ მოგზაურობას. თუ სიცოცხლე მართლაც არსებობდა, რა დატოვა მან? რა საიდუმლო იმალება მარსის წითელ მტვერში? ამ კითხვაზე პასუხს კი როვერები და მომავალი მისიები ეძებენ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით.